მე-17 საუკუნიდან სულ სხვა ვითარებაა, რასაც წერენ მაგალითად კათოლიკე მისიონერები, მაგალითად არქანჯელო ლამბერტი წერს, რომ გარეგნულად არიანო ისინი ქრისტიანებია, თორემ ქრისტიანობა სხვა არაფერში არ ეტყობათ. მიცვალებულს მაგალითად მარხავენო ასეთი წესით გამოხის ღერს ამოიღებენო, იმაში ჩააზდებენო ამ მიცვალებულს და ხეზე შტაზდებენო. ეს უცხო ტრადიციაა. დიახ, ამას ჰაერზე დაგზავნასაც ეძახიან ისე ეთნოგრაფია სერგი მაკალათია. აი მე-17 საუკუნის მისიონერებს და არა მარტო მათ, ვახუშტი ბატონიშვილსაც, იოანე ბატონიშვილსაც აქვთ, რომ თავიანთ მიცვალებულს ხეზე ემაშებოდნენ, ჰაერში კიდებდნენ, ხან იმაში შეახვევდნენ, ნაბადში გაახვევდნენ და ისე და იოანე ბატონიშვილი წერს და კათოლიკე მისიონერებიც არქანჯელო ლამბერტი მაგალითად ასე ხეზე რომ არის ეს მიცვალებული კი არ ისა გამოშრება მისი გამოშრება აი ეს სხვადასხვა ის არსებობს მონაცემები ამასთან დაკავშირებით ზოგიერთ ძვლებით ჩებოდა იმაში რა ქვია ხეში გამოღარული ხე რო იყო ან ნაბაჯი კოლხებისათვისაც იყო დამახასიათებელი იყო და ანტიკურ ხანაში წარმართობის დროს ეს ქრისტიანობის დროს ხდება ქრისტიანობის დროს შეიძლება რაღაც ვითარება სადღაც იყო ჭაობიანი იმაში და შეიძლება არ გავლენით ქრისტიანობის პერიოდში აკეთებს დიახ მე-17 საუკუნეებში და სხვადასხვა მე-19 საუკუნეშიც აღნიშნული არის ასეთი წესი მეხდაცემულებს უკვე როდესაც მიწაში მარხავდნენ მიცვალებულს მეხდაცემულებს იმაშობდნენ ხეზე ათავსებდნენ ამ მიცვალებულებს Католические миссионеры, например, Арканджело Ламберти, пишут, что абхазы внешне христиане, но у них христианство ни в чем другом не заметно. Например, покойников они хоронили по такому обычаю. Они выдалбливали ствол дерева, укладывали в него покойника и выставляли его на дереве. В этнографии это также называется воздушным захоронением, воздушным погребением. Миссионеры XVII века, и не только они, но и царевич Вахушти и царевич Иоанны, пишут, что абхазы вешали своих покойников на дереве, в воздухе, а иногда они заворачивали покойника в бурку и так вешали на дереве. Когда современные абхазы, когда я встречаю кого-то, и они говорят, мы язычники на каких-нибудь похоронах, да, я говорю, ну так берите бычью шкуру, заворачивайте туда, значит, человека, покойника вашего, вешайте на деревья,